მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. ლამას ბედნიერ ნათელ დღეს და დილას გისურვებთ. იმედია კარგად ხართ, იმედია მხედავთ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ და რა ვიცი, ღმერთმა გაგახაროთ, დაგლოცოთ და მშვიდობიანი ლამაზი დღე მოგცეთ ყველას, ვინც ხართ ეხა შემოსული ჩემ ვიდეოზე. პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი კომენტარებისთვის, თქვენი ლაიქებისთვის, ასევე რომ იყურებთ და ეხლა მინდა უბრალოდ ორი სიტყვით თქვა. შესავალი გავაკეთო იმაზე, რომ როცა ესე იგი იწყებ აროს გაშლას, ხო? გინდა ვიდეო ლაივი იყოს, გინდა პირადი კონსულტაცია იყოს, ნუ არა აქვს მნიშვნელობა, უნდა იყოს შენ თვითონ ეხა შეიძლება ამაღლებულ რო იტყვიან და სიყვარული ცავს ენერგიებში არ იყო დაახფრთოვანებული, მაგრამ დადებითი ენერგია უნდა გქონდეს. რატომ? ნახეთ, ეს არის ენერგიების გადაცემა. უყურეთ, მე რო ვიღებ ინფორმაციას, ყველა დასტას აქვს თავისი ენერგია, კი, შექმნილია Rider Waite-ის სისტემით, მაგრამ ყავს ავტორი ყველა დასტას და თავისი წვლილი აქვს ყველა დასტაში ჩადებული, ხო? სიმბოლიზმით, რა თქმა უნდა. ნუ ეს ცოდნა და ასე შემდეგ იმის გაგება კიდე სხვა თემაა, მაგრამ მე ვიცახი ენერგია. ყველა დასტას აქვს თავისი ენერგია. თუ შეამჩნევთ, მე სულ მაქვს ფერადი დასტები და ლამაზი. რატომ? ნახეთ, ნუ გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ნათელი ენერგიების შინაგანად, ინტუიციურად ყოველთვის ვირჩევ ნათელ ლამას, მომხიბლელ, უფრო პოზიტიურ დასტებს, ვიდრე ნუ არის მახინჯი, ჯოჯო და ჭინკები რო ხატია ესეთი დასტებიც. და სხვათა შორის ხმარობენ ძალიან ბევრი. ანუ ეს რაზე მეტყველებს? ესე იგი, ის ადამიანი სიმბოლიზმი, როცა შენ შლი, შენზეც მოქმედებს. და რა თქმა უნდა, როცა შლი ფართო საზოგადოებისთვის აკეთებ ლაივ ჩარტვებს. ეს ხო ენერგიაა. აქ მანძილს არ აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეცნობიერში ილექება. ამიტომ აუცილებელია ყოველთვის სინათლესთან, სილამაზესთან, ფერად, ანუ ნახეთ, ფერწერა, ფერთა გამა. აი ესეთ მნიშვნელოვან რაღაცებს აქ, აი ამ დეტალებს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ეზოთერიაში და საერთოდ აი ამ ასე ვთქვათ, დაფარულ ცოდნას, როცა ღებულობ და ეცნობი, ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეხლა რას ვიძახი? როცა არ ახარ ხასიათზე, რაღაცაზე ხარ გამწარებული, ნუ ბრწყალებში ვთქვათ, გაღიზიანებული, უხეშად რომ ვთქვათ, არ გაქვს შენ უფლება აიღო დასტა, ნუ ხა არ არის რეკომენდირებული შენზეც გაშალო და მით უმეტეს როცა შლი საჯარო გაშლებს. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ნუ შემხვდა ამას წინათ ვიდეო, ნუ ქალი აშკარად იყო ძალიან გაღიზიანებული, ჩამოსტიროდა სახე და ნუ იქ ახსნა განმარტებები ქონდა, არ ვიცი. ხა შეიძლება მეც გავღიზიანებულ ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი უზრდელი კომენტარიც ამიტანია, მაგრამ ხა ეს მეტყველებს მათ შეგნებაზე, ხო? მაგრამ გამწარებული იყო, გაღიზიანებული იყო, დაცლილი იყო. მე ხა ამ ყველაფერს, ამ დეტალებს ვარჩევ, ხო? ხო და
ის ენერგია მერე რომ იღებს კარტს, არ არსებობს ის იყოს დადებითი. ანუ გესმით? პასუხი აუცილებლად იქნება უარყოფითი. უნდა თუ არ უნდა, შენი ენერგია, ანუ შენ ხარ ამ დროს, ნახე, ინსტრუმენტია. ჩვენ ხო გვაქვს არა მუსიკალური ინსტრუმენტები და მე ხა იმას რა ქვია, მოცარტის რეკვიემს დაუკრავთო, შოპენის ლამაზ დამამშვიდებელ მაღალ ვიბრაციულ მუსიკას, ანუ ხო აქ განსხვავება არა, რას უკრავ შენ ხელთაა ეს ინსტრუმენტი. შენ ხარ ხო ამის კი ინფორმაცია მოდის ზემოდან, მარა შენ აწყობ ამას, შენ ალაგებ. არა? და ამიტომ უნდა აირჩიოთ ისეთი ტაროლოგი, რომელიც უფრო დადებითად, ну, როგორ გითხრათ ახლა. თქვენ მიხვდებით მოკლედ რასაც ვსაუბრობ. ისედაც ამდენი უარყოფითი სიტუაცია, ისედაც ჭყალებში და ეს უარყოფითი ველია. და კიდე ესე კი უარყოფითად გაშლა, გაღიზიანებული, გამწარებული, დაღლილი. რა თქმა უნდა, პასუხი უარყოფითი იქნება ყველა ვარიანტში. მე ღამეც არ ვშლე ღამის საათებში, იმიტომ რომ ენერგიები იცვლება, ნახეთ, დღეა, მზეა, მზიანი ამინდია, აგერ ჩიტები ჭიკჭიკებენ, სიმწვანეა, გაიღვიძა ბუნებამ და ეხლა დღის ენერგიებს განაგებს დღის და ნათელი ძალები. ღამის ენერგიას უკვე იცვლება ენერგია და ვიცით ვინც განაგებს და რა ვქნა, ხა მე ვარ ამ ხარის, მე ვამბობ ამას, არ ვმალავ. მე ავირჩი ერთადერთი პლანეტა არის დედამიწა, სადაც ყველა სულიერს ეძლევა თავისუფალი ნება და იმ თავიდან მე ავირჩიე, ჩემ თავისუფალ ნებაში ვერავინ ვერ ჩაერევა, რომელ მხარეს ვარ და ნათელ მხარეს ვარ და ვიქნები ყოველთვის ნათელ მხარეს. ხო და ისიც ვიყო და ესეც ვიყო, აღარ გამოდის, უკვე მოვიდა ის დრო, რომ უნდა გადაწყვიტო. არა და თვითონ გადაგიწყვიტავენ რა და ძალიან სავალალოდ თან. თუ არ იტყვი ვინ ხარ. და ეს თქმა არ ნიშნავს მარტო თქმას, მოქმედება უნდა იყოს შესაბამისი. რას მოქმედებ და როგორ იქცევ, იმის და მიხედვით, ესე დავთარი აქვს და წერენ და ყველაფერი იწერება, აბსოლუტურად, ფიქრებიც კი. ასე რომ ეხა მატერიალიზდება ყველაფერი. ხო და ამიტომ ვიძახი სულ მოეშვით ამ უარყოფით რაღაცა ამბებს, ახალ ამბებს იქ სოციალურ ქსელში რაღაცა ტრაგიზმი და რა ვიცი რა, იმათ რო აქვთ აყვანილი ყველაფერი. არ გინდათ რა, მოწყდით აი ამ უარყოფით და გადადით სხვა სიხშირეზე. აი ნახეთ, მიჭირავს ახლა რადიო და ვრთავ ხო? სხვადასხვა სიხშირეებზე რომელი მუსიკაც მინდა და მომწონს, რომ ის ავარჩიო, ხო, გადავრთე, არ მომეწონა, გადავრთე, არ მომეწონა, გადავრთე და ბოლოს ხო მივედი, ну, იმ მელოდიას, რომელიც მომწონს, რომელიც მახსენებს ჩემთვის საყვარელ სასიამოვნო რაღაც, ხო, მომენტებს, ან ჩემი ახალგაზრდობის, ან რა ვიცი კიდე რას, დავაყენე იმაზე და უსმენ, ну, ის სიხშირე ხო შემოვიდა უკვე. აი, უბრალოდ ელემენტალურად რო გაგაგებინოთ, აი ესე არის. აი ესე უნდა იმ ვთქვათ, ახალ ამბებს საერთოდ არ უნდა უყუროთ, იმიტომ რომ მაინც გაიგებთ 21 საუკუნეა, მაგრამ მე ვიცი საერთოდ, რასაც უყურებთ, ხო? იგივე სურათები იქნება, ფოტოები იქნება, ну ახლა დამძიმებული და ესეთი მოაცილეთ რა, ასკროლეთ რო იტყვიან და რაღაცა ლამაზი ბუნება, ზღვა, განათებული ცა, მზე, ყვავილები, აი ესეთი რაღაცები უნდა ნახოთ, რომ ეს თქვენს ქვეცნობიერში ილექება, გესმით? და ზუსტადაც ეს ყველაფერი ძალიან გენიალურად აქვს ახსნილი განწყობის თეორია, დავით უზნაძე უნიჭიერესი, ну, მე ვიტყოდი, რომ ნობელის პრემია ეკუთვნის ამ ადამიანს აი ამ განწყობის თეორიის დაწერისთვის, ხო? ეხლა მე იმას კი არ გეუბნებით, წაიკითხეთ მეთქი, მაგრამ ამბობს აბსოლუტურად დეტალურად,
განწყობას რა მხელა მნიშვნელობა აქვს და რა მოქმედებს ამ განწყობაზე და რა ეს გარე ფაქტორები. იგივე ჩართავ იქ ტირიან, ჩართავ აქ იტყვირიან, ჩართავ იქ კლავენ, აი დაიქცა ქვეყნიერება, აპოკალიფსი მოხდა. არ არის ეს ხალხნო რა. აი ეს ყველაფერი არის დადგმული სცენარი, რომ ადამიანი არ დაუკავშირდეს ღმერთს, არ გადავიდეს მაღალ ვიბრაციებში, არ კონდეს სულიერი კავშირი სამყაროსთან, ღმერთთან, ნათელ ძალასთან, მოწყდეს ამ ყველაფერს, ჩავარდეს პანიკაში, დაბალ ვიბრაციაში და დარჩება იმ სიხშირეზე, გესმით, ვერ გადავა. და ესეთი აგრესიული ლოზუნგებით, ძალადობრივი მოწოდებით, აი მოკალი, დაღოცე, დაქოლე, ისქენე, კარგით რა. როდემდე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, თავისუფალ ნებაში არავინ არ ერევა. ესეთია ეს ჩვენი აი ეს მატრიცული ყოფა, სადაც ახლა ვართ და ზუსტადაც რომ გადასვლის პერიოდია და იმათ აეწვათ და არ მინდა ვთქვა ახლა ვის არ აწყობთ რომ ადამიანი დაუკავშირდეს ღმერთს, სულიერებას, ბუნების ძალებთან კონდეს კონტაქტი სამყაროსთან. იმიტომ რომ მე ადამიანი უმართავი გახდება, ისინი ვეღარ გააკონტროლებენ მას. და მოხდება რა? ის რომ აქ დამკვიდრდება ჰარმონია და მშვიდობა, რაც იმათ ქაოსის, რევოლუციის მომწყობებს არ სურთ. ეს ყველაფერი არის ენერგია, კიდევ ერთხელ ვიძახი. და რა სიხშირეზეც შენ გინდა რომ იყო და რეზონირებდე, შენ უნდა დააყენო როგორც რადიო გადამცემი ის ტალღა და იმ სიხშირეზე დადგები. გესმით, რას ვიძახი? ნახოთ ახლა დღევანდელი დღის ენერგია, ესეთი პოზიტიური, ლამაზი, მრავალფეროვანი დასტებით, რომელსაც მე ვშლი და ყოველთვის გავშლი. იმიტომ რომ ესეთი ლამაზია 64. რა ენერგიები შემოდის დღეს, აბა? დავიწყოთ იმით, რომ სამართლიანობა აღსრულდება, justice, judgment ამოდის. კარგად იცით ინგლისური ბევრმა. ამიტომ აღარ დავიწყებს გადათარგმნას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქ აქ ახლა რა ქვია, განკითხვის დღე დადგება. არა ბატონო, განკითხვის დღე არ დადგება, მაგრამ აი ეს ყველაფერი დავთარი მეთქი რო ახსენე, ნახეთ, დავთარი, ის როგორ შემოდიოდა ფული, რა გზით, საიდან, რისთვის, რა მოქმედება ხდებოდა, ანუ დგანან ზემოთ ანგელოზები, აი ესე, აქედან იქიდან და აი საყვირით უმაღლესი იერარქია, მთავარანგელოზთა დასი მოვიდა დრო. ყველა დაფარულს აეხადოს ფარდა. ეს ადამიანი სვავდა, ეს ადამიანი იპარავდა, ეს ადამიანი ღალატობრივი გზით, ხო? ზაკრულად შოულობდა. სიტყვაზე ვიძახი, თქვენზე არ არის. მე ვიძახი, რაც ხდება, მოვლენებს. პირველი კარტი ამოდის ეს. ყველა დაფარულს აეხდება ფარდა. რატომ? იმიტომ რომ მოდის სულიერი ენერგია, რა? უმაღლესი, უზენაესი ძალა ზემოდან ეშვება, ავტორიტეტი ჩანს, ამ შემთხვევაში არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მე მთლიანობაში ვკითხე, ხო? ვინც განაგებს სულიერ სფეროში, რა თქმა უნდა, და არა იქ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები არ მყავს ხედველობაში, ეს არის სულიერი იერარქი, ხო? და რა ხდება? და justice ერთად, judgment, justice, ყველაფერი ერთად განიხილება და ეს ადამიანი, რომელიც წამლავდა საზოგადოებას, ნაწილი ადამიანების, ტყუილებით, манипуლირებით, თავისი ინტერესებით, ნახეთ, აქ არის საწამლავი და ადამიანი, რომელიც გდია, მოწამლული და არიან მოწმეები. გამოვლენ უკვე მოწმეები, დაიწყება გამოძიება ამ საქმეების, ამ სიტუაციების, ამ ყველაფრის.
ის ადამიანი, ვინც თქვენ გატყუებდათ, ისიც. ანუ შესაბამისად, ხო? მარტო მე ზოგადად ვსაუბრობ, მაგრამ აქ ეხა მხედველობაშია ადამიანების ის ნაწილი, ყველაფერი გამოაშკარავდება, დადგება სტაბილურობა, აგერ იმპერატორი ამოდის სტაბილურობის კარტი, განიხილება ყველაფერი სამართლებრივი გზით, სპეციალურ დაწესებულებებში და სტრუქტურებში, გაიცემა ახალი კანონები, რომ აღარ შეირყეს ქვეყნის, ასე ვთქვათ, სტაბილურობა არ დაირღვეს და მოდის, რა მოდის ამ ყველაფრის შემდეგ, ხო? ამ ყველაფრის შემდეგ რა მოდის? მოდის ზეიმი, მოდის სიხარული, მოდის ბედნიერება, მოდის აყვავება, მოდის აგერ გაზაფხული, ლამაზი ყვავილები, ხო, მინდვრის, მოდის ერთობა, მოდის მშვიდობა და შერიგება და ზოგი იმ ადამიანის მობრუნება, ვისაც ლიბრი ქონდა გადაკრული და ვერ ხედავდა რა ხდებოდა. ეს ყველაფერი არის ზემოდან. ასე სურს ღმერთს, ეხლა ამ ენერგიებში ვართ, ეს შემოდის, გვინდა, არ გვინდა, გაემზადეთ. The poison, ხო არის საწამლავი, ზუსტად, ეს საწამლავი არის ტყუილი, ის манипулირება, ის mainstream მედიების ესეთი ტყუილები, ხო? ხო და ის საწამლავი, რითიც წამლავდნენ ამდენი წლებია ამ ხალხს, ატყუებდნენ და აბსოლუტურად სიცრუეს გადმოსცემდნენ, გინდა კოვიდზე, გინდა ვაქცინებზე, გინდა არ ვიცი, რაზეც გინდა. არა აქვს მნიშვნელობა. ზოგადად ვშლი საჯარო გაშლა. ყველაფერი გამოჩნდებიან მოწმეები, განიხილება ეს საკითხი, გადაწყვეტილია ზემოდან, აგერ ღმერთის ხელი ურევია ამაში, მიდის უკვე სამართლებრივი გზით გამოძიება იმ ოფიციალურ სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში, გაიცემა კანონები, დამყარდება მშვიდობა. ერთხელ და სამუდამოდ. ასე რომ რასაც ვამბობდი ყოველთვის და აღსრულდეს სამართლიანობა. ეს მოდის და რა თქმა უნდა, მკაცრად, ძალიან მკაცრად, ნახეთ რამდენი დავთრებია. უამრავი დავთრები უდევს და მიდის განხილვა და გამოძიება. ძალიან დიდ ფულზე იყო საუბარი და ეს გადმორიცხვები მოდიოდა რისთვის, რომ ესე იგი, ესეთი პატარა ქვეყნები ბოროტებრივი მზაკრული გზით, ესე იგი, აეყირავებინათ, ქაოსი მოეწყოთ, ომები მოეწყოთ და საერთოდ მოწყვეტილიყო მორალურს თავის იდენტურობას და ყველაფერს, რაც არ გამოუვათ, იმიტომ რომ, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან საქართველოში, ჩვენ ყავს დიდი მფარველები და ზეციური საქართველოს ზემოთ, ვინც არიან ჩვენი წმინდანები და წმინდა მამები და ზოგი არც არის შერაცხული, მაგრამ იქ როგორც წმინდანები ისინი არიან, ისინი ცოცხლად გვეხმარებიან ჩვენაგ, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს გვაქვს სხვა მისია. გესმით? და ეს მზაკვრობა, ეს ძირის გამოთხრა არ გამოგივათ. კიდევ ერთხელ ვიძახი, რამხელა ფულზეც და მილიონებზე და მილიარდებზეც არ უნდა იყოს საუბარი. საქართველოში არ გამოგივათ. წადით ბატონო. აგერ ქვეყნების მეტი რა არის და უთხარეთ ძირი რომელ ქვეყანასაც გინდათ. ჩვენ დაგვანებეთ თავი. ესე. და საბოლოოდ ეს დღევანდელ დღის ენერგიებზე ვთქვი და ეთყობა კიდე რაღაცა გაირკვევა და გამოაშკარავდება. ყოველ დღე ხო რაღაცა ახალს ვიგებთ. და რა იქნება მთლიანობაში? როგორ დამთავრდება ეს პროცესი, ხო? Judgment. უზენაესი სამართალი, ასე ვთქვათ, ხო? სამართლიანობა, ზეციური, პირდაპირ ზემოდან, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი? ძალიან კარგად. სამუშაო არის ბევრი სამომავლოდ, მაგრამ მიდის მოლაპარაკებები, მიდის გადათამაშება იქიდან, აქედან გზების პოვნა, ანუ ისინი, ვინც დამნაშავეები იყვნენ, რომ რაღაც შეუმცირდეთ ალბათ და ნაკლებად დაზარალებულები. სულ არ მინდოდა ეხა ამ თემაზე საუბარი რა. ინფორმაცია მოდის და რა ვქნა, ახლა ძალიან მეტყველი დასტა.
და მაძლევს აი ამ იმას, რომ ენერგოსაინფორმაციო ველში ვარ და ეს არის კოლექტიური და ეთქობა, ძალიან დაგროვდა ეს სიტუაცია, მაგრამ ყველაფერი დაბალანსდება და რა თქმა უნდა, მოდის ჩვენს ქვეყანაში ორი რაღაც ინვესტიცია დიდი, რის მერეც აყვავდება ჩვენი ქვეყანა. აქ ნახეთ როგორი სტაბილურობაა, როგორი შეხმატკბილობაა, არა მარტო ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ხალხი, ადამიანები ამოისუნთქებენ და კიდე გაგრძელდება სამუშაო ახალი ადგილები გამოჩნდება, რა ვიცი, რაღაც მოკლედ ყველაფერი კარგად იქნება. ვაფშე და პირადზე ვაპირებდი გაშლას. თვითონ კარტმა მომიგდონო ეხლა რა ვქნა. კარგით. ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს, იმათ რას ეტყოდით ეხლა, ვინ შემოსულია ამ ჩემს არხზე, რას ეტყოდით მათ. ვინც არ უნდა იყოთ თქვენ. გეტყოდათ თქვენ, რომ აი ისი ამოვნეთ, ნახეთ, დატყვით ახალი ცხოვრებით. ეხლა თქვენ გახართ ახალი დასაწყისი, გაქვთ გზის უმრავლესობას, ხო? მაგრამ ეს გზა შეიძლება ეხლა თქვენ გონიათ, რომ არ ვიცი, აი რა იქნება, მომავალი აი ესე, მაგრამ მოდით რა გაიმარტივეთ, მიენდეთ უფალს, ღმერთს. თქვით, რომ რაც არ უნდა იყოს, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თქვენი შემოქმედებითი, ნახეთ რა კარგი კარტები ამოვიდა. ნიჭები გამოიყენეთ, რაღაცა ესეთი ინდივიდუალიზმი ჩართეთ ეს. გამორჩეულობა, ნახეთ, ძალიან უყვარს მამას, უფალს, გამორჩეულობა ინდივიდუალიზმის, რომ ერთმანეთს არ უნდა გავდნენ, ზომბები ხო არ ვართ არა, ადამიანები. და ეს თუნდაც ჩაცმის სტილი, თუნდაც რაღაც არ ვიცი, აი თქვენეული, მხოლოდ თქვენი ორიგინალი რო იტყვიან, ხო? აი ეს რაღაცა ინოვაციები, რაღაცა გაქვთ, გესმით, შემოქმედებითი ადამიანი ხართ, არის ეს ნიჭი თქვენში, უმრავლესობაში და ეს დასაწყისი იქნება აუცილებლად და კარგი. და არც უფსკულში არ გადაიჩეხებით, იმიტომ რომ მიყევით თქვენი ინტუიციას და რაც თავარი იმოქმედეთ, იმიტომ რომ ნახეთ, მაგი ამოვიდა და აქ ეხა მაგი არის უმაგრესი კარტი. აქ the magic, ანუ ისედაც მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში ანგელოზები ეხმარებიან. ზემოდან მოდის შველა, აყვავებულ მდელოშია. თან მედიტირებს და ზემოთ არის ასული, ანუ რას ნიშნავს, ხო? რომ ეს მისი შესაძლებლობები უფრო აწეული, ამაღლებული აქვს და გინათებთ მზე. ანუ ყველაფერში წარმატება. აი ესე ლამაზად და კარგად დაგემშვიდობებით. მზე ყოფილიყოს თქვენი მანათობელი ამ შემთხვევაში. აბა, ნახვამდის.